მიიღე მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში. საქართველოს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში ჯერ 90-იანი წლების დასაწყისში შედგა სამი წლის წინ როდესაც გამიხილებოდა ახალი კონსტიტუციური ცვლილებები და ამჟამადაც დათანხმდა მონაწილეობა მიიღოთ იმ მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების შეფასების განხილვის პროცესში და მომავალი მნიშვნელოვანი ცვლილებების მოზადების პროცესში, რასაც ჩვენ გეკმავა. დღეს დაიწყო შეხვედრების ციკლი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრით, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც უკვე კარგი ხანია მუშაობენ კონსტიტუციის პრობლემებზე. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო ოპოზიციასთან, შეხვედრები აკადემიურ წრეებთან, ექსპერტ კონსტიტუციონალისტებთან და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრები სამუშაო რეჟიმებში, როდესაც რომ კარგად დაიგებოს და კარგად გავაანალიზოთ მომავალი საკონსტიტუციო პროცესი. იმავდროულად დასაკვირველია ჰქონდა მსჯელობა ამ წუთას დასმულ საკითხებზე, რაც უკვე ინიცირებული არის პარლამენტში. დღეს ამ საკითხების განხილვაც იყო. არის საუბარი, რომ ძირეულად უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია. ეს გადასაჭრელია. რა არის მათი მთავარი რეკომენდაცია იმ საკითხებში, რომლის ნახავთ სამომავლოდ, როგორ უნდა რა მიმართულებით უნდა ხდებოდეს კონსტიტუციის ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენში როგორც არა მხოლოდ ჩემს თავს, არამედ ჩვენ პოლიტიკურ გუნდს მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებები არის შესაბამი, რათა საბოლოოდ დამყარდეს ძლიერი გაწონასწორებული სისტემა. ამ სისტემა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა უნდა იყოს კლასიკური საპარლამენტო სისტემა. საქართველოს ახალგაზრდების ასოციაციას საკუთარი პოზიციები გააჩნდა ჯერ კიდევ 2004 და 2010 წლის რეფორმებთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია იყო ცალსახა, რომ უკვე დღეს მოქმედი კონსტიტუცია არის საჭიროებს გარდასინჯვას, ის არის კრიზისული მოდელი, ასე ვთქვათ, და შესაბამისად დაგეგმილი რეფორმა აბსოლუტურად დროულია. უბრალოდ საკითხი დგას ესე, როგორ ჩატარდება ეს რეფორმა, რამდენად ყოფილი იქნება საზოგადოების მაქსიმალური მონაწილეობა და რამდენად იქნება იგი ორიენტირებული კონსენსუსი. იმისათვის, რომ საქართველოს კონსტიტუციის უკეთესი მოდელი მივიღოთ, საჭირო არის ხელისუფლების შტოების ბალანსი კიდევ უფრო მეტად იყოს გამყარებული, ასევე შემცირდეს აღმასრულებელი შტოს უფლებამოსილება და გაიზარდოს პარლამენტის კომპეტენცია. ანუ ეს იმის კონსტიტუცია ის ახალი მოდელი, რომელიც ამოქმედებოდა 2013 წლიდან, უნდა ამოქმედოს სხვანაირი პოლიტიკური ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ესეთი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იგი საჭიროებს ცვლილებებს. უბრალოდ ეს იგი ამოქმედება და მე შევა ცვლილებები ძალაში თუ მანამდე შევა ცვლილებები, მანამდე განხორციელდება ცვლილებები და უკვე ოქტომბერში ახალი კონსტიტუციით დავიწყებთ ცხოვრებას. ეს უკვე არის პროცესის თემა და ის თუ რამდენად მოესწრება ეს საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია კონსენსუსი და კონსენსუსი ჭირდება დრო.